მეგობრებო, მოგესალმებით. მე ვარ თეიმურას ვაშაყნაძე, თქვენ უყურებთ ქამადის არხს და დღეს მე ვაგრძელებ აილას ჩემპიონატს. მეორე ტური. მეორე ტურში ჩვენ გვექნება ასეთი რელიზები. არტბეგის ვიბისტი, 5 წლიანი არტბეგი, ნომერი 1. ბოუმორის 11 წლიანი ახალი ბოთლი, ნომერი 2. და არდნახო ინაგურალი ნომერი 3. ინაგურალიც 5 წლიანია მაქს კოლექციაში. ასევე ჩვენს არხზე გამოვა ვიდეო ჩემს კოლექციაზე, როგორ ვუდგები კოლექციას და ვისკის შეგროვებას. თუ თქვენ არ გინახიათ პირველი ტური, გადადით ამ მულზე, პირველ ტურში მოიგო ლაგავულინ 16-მა. როგორ ვირჩევ მე რომელი დისტილერიები შევაჯახო ერთმანეთს აი ნახევარფინალში, ეს არის ასეთი მიდგომა. აილას კუნძულს რო გავხედოთ, დისტილერიები არის დაჯგუფებით. სამხრეთ არის ლაგავულინი, არტბეგი და ლაფროიგი, ამიტომ გადავწყვიტე, რომ ლაგავულინი, ლაფროიგი და არტბეგი ერთმანეთს არ უნდა დავატაკო. პირველ ტურში იყო ლაგავულინი და მოიგო ლაგავულინმა, მეორე ტურში არის არტბეგი, მესამე ტურში იქნება ლაფროიგი. რო გავხედოთ რუქას, ჩრდილოეთ არის კულილა, არდნახო და ბუნაჰაბანი. ბუნაჰაბანი იყო პირველ ტურში, აი მეორე ტურში გამოდის არის არდნახო და მესამე ტურში იქნება კულილა. აბა დავიწყოთ. მინდა ისევ დიდი მადლობა ვუთხრა ლევან ჭედიას და ვისკის კლუბის ბარს. ეს სემპლები შევიძინე ვისკის კლუბის ბარში. ჩინებული ბარია, ძალიან საინტერესო და ასეთი სერვისიც არის, რომელიღაცა ვისკი თუ მოგეწონათ და გინდათ სემპლი სახში წამოიღოთ, დააგემოვნოთ, ან არიცით, არ დაგიგემოვნებიათ და გინდათ სახში დააგემოვნოთ და არა ბარში გინდათ სხვა დააგემოვნოთ, თქვენ გაქვთ ასეთი საშუალება, რომ აი სემპლში ჩამოგისხამთ ლევანი ზუსტად იმ ბოთლიდან, რომელიც გაინტერესებთ და შეგიძლიათ სახში დააგემოვნოთ. ზუსტად აი ეს სამივე სემპლი არის ვისკის კლუბის ბარიდან. აბა ჩამოვასხამ ეხლა მე არტბეგს. ფანატიზმის გარეშე უნდა დავტოვო, იმიტომ რომ თუ გავიდა რომელიმე ფინალში, რომ მქონდეს სითხე ფინალისთვის. ესეც ბოუმორი და ესეც არდნახო. თქვენ თუ გაგისინჯიათ რომელიმე ამ სამიდან, აუცილებლად დაწერეთ თქვენი ფავორიტი რომელია, ძალიან დამაინტერესებს, აუცილებლად წავიკითხავ. სულ დამავიწყდა მე თქვა, თქვენც ჩამოისხით, დაწერეთ კომენტარებში რა ჩამოისხით, სანამ მე ვადეგუსტირებ, თქვენც დააგდეგუსტირეთ და ასევე დაწერეთ კომენტარებში რას ადეგუსტირებთ. ეხლა მე დაუძახებ ჩემს ქალიშვილს, თეონა. აბა დავიწყოთ. თეონა დღეს დაკავებულია, ამიტომ დაგმეხმარება მეორე ქალიშვილი თინა. აბა, სულ დამავიწყდა, გადავდე ბოთლებს. თიკა, აბა თვალები დავხუჭე და შეწვალე ჭიქები. მადლობა. აბა დავიწყოთ. ესე იგი, დავიწყებ მე მარცხნიდან, როგორც ყოველთვის. ვა! ჯერ ვერ გავიგე ვინ არის. აბა ეს ვნახოთ. ბოუმორი ხო არ არის? ხო, აქ აბა ეს ვნახოთ. საინტერესოა. ჯერ რას ვფიქრობ, იცით, რომ აი პირველი მგონი ბოუმორია. ტორფი იყო ძალიან, მზე მაგრა აჭერს.
ბოდიში მაყურებლებო, დამცხა ცოტა. აბა ტორფი ოდნავ იგრძნობა. ვაშლის მურაბა. მტვერიანი სარდაფი. ამაზე აი ახლა აილას არ ვიტყოდი. ეს რო აილა არის ტორფირებული, მაგრამ ძალიან საინტერესო არის ცხვირზე. შეიძლება აი სიცხია მაგრა აჭერს. ეხლა აიცით ფიცრის ტონები წამოვიდა, აი ახალი დაჭრილი ფიცარი რო არის, აი მაგის არომატი წამოვიდა, არომატი არ ვიცი, სწორია რო ვთქვა, მაგრამ აი ხო, მაგ არომატი ვიგრძენი რა. აბა ეს ეს ბევრად მდიდარია. იოდი არის, ზღვის ტონები არის, ტორფი, აი ეს ფიცარიც არის. ახლა რაღაც ტკბილი ნოტები მოდის. მაგრამ მედიცინა სულ არ არის. ალბათ უფრო მომწონს ვიდრე ეს. ეხლა ვნახოთ. მძაფრი წამოვიდა. მძაფრი რაღაც სუნი წამოვიდა. გოგირდი იყო. ტორფი არის კი და მაგრამ მძაფრია ეს მესამეზე. ატომღაც მგონია შეიძლება ეს იყოს ეს მგონი არდნახო უნდა იყოს, ეს უნდა იყოს წესით ბოუმორი, ეს უნდა იყოს მაშინ არდბეგი, ვიბისტი? ასე არ მომწონს ვიბისტი? აბა ვნახოთ გემოზე. იქნებ გემომ შეცვალოს ყველაფერი. რა წყალწყალაა თო? მოიცადეთ. ტორფი სიტკბო. გაქრა. მოიცა ეს ბოლოზე გადის ჯერ. ესენი არ გამისინჯია, მაგრამ აი ეს არის აილა, ცხვირზე ეტყობა, ტორფი კარგად ეტყობა, იოდიც არის. ხო, აი რასაც უცთი თხილი, ნიგოზი, მარილი, ფერფლი, ფინიშიც უფრო გრძელია ვიდრე აქ. ეს პირველზე ჯერ
რაც ხარია, მაგრამ გემრიელია შედარებით, ხო? მეორე ადგილზე. ეს ბოლო, მეორე, პირველი. აი ასე ჩამოუყალიბდები. მოიცით ახლა წყალი დავლიო. გონი წყალის არ დამილევია. თავიდან გავივლი. ციტრუსი წამოვიდა, სიტკბო წამოვიდა, ოდნავ ტორფი და ქრება. რა არის ეს? ეს არ მომწონს. ბოუმორი ხო არ არის, ახალი ბოთლი. აბა ეს კარგია ცხვირზე. მრავალფენოვანი აილა. ეხლა ძალიან კომპლექსური, რა თქმა უნდა, არ არის, მაგრამ აი რასაც უცთით აილას ვისკისგან საბაზისო რელიზი კარგია. გემოზეც რა butterscotch, ორცხობილა, თხილი. რა თქმა უნდა, ტორფის ნოტები და აი ეს ფერფლი პირველია. ეხლაც თამაშობს, გემოები კარგი მოდის. ეს მართლა აბა, წყალი. აქ ვაშლი გაჩნდა ეხლა. ამ კაფიოდ გაჩნდა ვაშლი. აი ეს სიცხარე ამას ჯობია ამ დონეზე არ მიდის მეორეზე. აი ასე ვჩერდები. როგორც თავიდან ვთქვი, მაგრე ჩამოუყალიბდები და მოდით აბა ვნახოთ ვინ გადის ფინალში. მეორე, ვინ არის მეორე? ბოუმორი. ესეც გავარტყი. თან იცით როგორ გავარტყი? აი რო არ მომეწონა. იმიტომ რომ ბოუმორი იყო ახალი ბოთლი, ეხლა არ ნახოთ რა თქმა უნდა ახალია, მაგრამ არ ნახო ძალიან გემრიელი და კარგი ვისკია და არ შეიძლება ინაგურალი რო გამოუშვათ ცუდი. და აი როგორც ამბობენ, ბოუმორი პოზიციებს კარგავს, ახალი ბოთლები არც ისე საინტერესოა. აი ამ ბლაინდზეც ეს იყო. ეს მესამე არ ნახო, აქაც ყველაფერი გავარტყი? კარგია. კარგია. არ ნახო მესამე. აი, მაქვს მე არ ნახო, გასინჯული, გემრიელია და აი ცხვირზე კი არა, უფრო გემოზე ვიგრძენი, რომ არ ნახო უნდა ყოფილიყო და ეს თქვენთვის არ მიჩვენებია? ეს არის მეორე არის აი ბოუმორი. ეს არის მესამე არის არ ნახო და ეს გამოდის არის პირველი და პირველი არის არტბეგი ვიბისტი. არტბეგ ვიბისტიზე ალბათ ხო, იმიტომ რომ რახან ამ ჩემპიონატში ავიღე საბაზისო რელიზები, რაც აი ყველგან შეგიძლია ტიპოვოთ, ვიბისტი ალბათ არის ის არტბეგი, რომელსაც ალბათ არ გირჩევდით. თუ არის საშუალება რომ სხვა არტბეგი აიღოთ, არტბეგ 10 ან არტბეგ ანუა, ჩემთვის არტბეგ ანუა ან 10
ჯობს. Вообще ჩემი ვისკის მოგზაურობა, აი ტორფთან გაცნობა და საიდანაც აი აილა სტილისტიკა შემიყვარდა, ეს იყო 2 ბოთლი, ეს იყო ლაგა 16 და Ardbeg Anua. Ardbeg Anua ძალიან საინტერესოა, ტკბილია, ორცხობილები, აი ეს Christmas cakes რო უძახიან, ქიშმიშით როა სავსე, აი მაგეთი ის ქონდა ჩემთვის, როცა პირველად გავსინჯე Ardbeg Anua. აი ასეა რა, ასე ჩამოვყალიბდი, ესე იგი ფინალში გადის Ardnaho. მართლაც აი ამ სამიდან ყველაზე გემრიელი, ყველაზე საინტერესო იყო. და ფინალში ნახოთ ახლა არის ლაგა 16, Ardnaho და ნახოთ აბა მესამე ტურში ვინ გაიმარჯვებს. მადლობთ რომ უყურეთ ამ ვიდეოს, დაწერეთ კომენტარებში თუ გაქვთ ეს სამი გასინჯული რომელი არის თქვენი ფავორიტი, წარმატებები თქვენ და დროებით.